როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის საგანგაშო ვითარება პატიმართა და პრობაციონერთა რაოდენობის თვალსაზრისით. Საქსტატის 2025 წლის მონაცემებით მსჯავრდებულთა სრული რაოდენობა გახლდათ 22,767, ხოლო პატიმართა რაოდენობა 11,153 პირი. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღმავალი დინამიკაა 2026 წლის პირველი თვეების განმავლობაში. პატიმართა და პრობაციონერთა რაოდენობა იზრდება და ამავდროულად პენიტენციურ დაწესებულებებში ფიქსირდება თავად ხელისუფლების მიერ დაწესებული ლიმიტების გადაცილება 30, 32, 57%. მაგალითად, ქუთაისის, გლდანის, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში. ამავდროულად იკლებს სასამართლოს მიერ არასაპატიმრო სასჯელებისა და პრობაციის ღონისძიების შეფარდების სტატისტიკაც, რაც არის პირდაპირ ინდიკატორი რეპრესიული მართლმსაჯულების. სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ გახლავთ გამოსავალი. სახელმწიფო პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციის მიმართულებაზე. ასევე პატიმართა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია უნდა იყოს მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი. ასევე პატიმრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. მით უმეტეს, როდესაც ციხეები არის გადავსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი პირებით, ასევე პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირებით და იმ ადამიანებით, რომელთა მიმართაც თავისუფლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო და კანონი ამის საშუალებას იძლეოდა არასაპატიმრო ღონისძიებები ან გამოყენებულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება და არა სისხლის სამართლებრივი. ციხე არ არის მხოლოდ საკნები. პატიმრებს ესაჭიროებათ ღირსეული პირობები, კვება, ჯანდაცვა, განათლება, სერვისებზე წვდომა, უსაფრთხო გარემო და პენიტენციურ სისტემაში ცხადია კვალიფიციური კადრები. ციხეების გადატვირთულობა და სისტემის მოშლა ასევე იწვევს ქურდული სამყაროს გავლენების გაზრდასაც. პატიმრების უფლებების დარღვევას მრავალი მიმართულებით. უმძიმეს ვითარებას ასევე ბოლო პერიოდის განმავლობაში ადასტურებს მხოლოდ რამდენიმე კვირას თუ ჩავთვლით ოფიციალური სტატისტიკა, ასევე ომბუდსმენის ანგარიში, რომელიც გახლდათ საკმაოდ მწვავე, მაგალითად გუშინ, ასევე ჟენევაში გაეროს ადამიანის ოფისის საბჭოს მიერ მოწოდებული გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში. იმის გამო, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დაძაბული კრიზისული ვითარება. იმის გამო, რომ ციხეები გადავსებულია პატიმრებით. იმის გამო, რომ პატიმრებს არ აქვთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ოჯახები ამის გამო განადგურებულია. იმის გამო, რომ ქვეყანაში არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩვენ ძლიერი საქართველო ლელო გამოვდივართ კვლავ ინიციატივით, განხორციელდეს, გამოცხადეს ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომელიც ცხადია უნდა განხორციელდეს კანონიერების, სამართლიანობის, ჰუმანურობის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბალანსის დაცვით.